საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანს აწუხებს შებერილობა და ეს ნაწლავებში რომ ეს აირები უგროვდებათ ხოლმე, სულ აიჩივიან, შეწუხებულები არიან, ეს აირები მერე მუცელს ტკენთ, უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ, თუ ეს აირები არ დაცალეს, მერე ხოლმე, ვერ არიან ხოლმე რაღაცა კომფორტულად, განიცდიან, ხმა ახლა ვერ ლაპარაკობენ ამის შესახებ. მოდი მოგეხმარები და გეტყვი, როგორ ჩააბარო შებერილობა წარსულს. ზოგადად ეგრევე ძებენ ხოლმე გამოსავალს მედიკამენტებში რა, ანუ პირველი რაც ახსენდებათ ეს არის, რა დავლიო, ანუ თუ მაგალითად ადამიანს არაფერი დარღვევა ნაწლავების და სხვა ორგანოების მხრივ არ აქვს და უბრალოდ საუბარია ფუნქციურ შებერილობაზე და სხვა განსაკუთრებულ არაფერზე, ეგრევე მაინც გამოსავალს პოულობენ ხოლმე წამლებში. მოდი რაღაცა მომეც, რაღაც დამინიშნე რომ ეს შებერილობა მოიგვარო. როგორც წესი ხოლმე ინიშნება ორი ჯგუფის მედიკამენტები. ერთი ეს არის, რომლებიც უშუალოდ თქვათ მიეკუთვნებიან სიმეთიკონის ჯგუფს, ანუ ისინი ამცირებენ აირის ბუშტიკების ზომას და ასე ამცირებენ თავისთავად შებერილობას და იმ დისკომფორტს, რაც ამ ყველაფერს ახლავს. ისინი ბევრი სხვადასხვა სახელწოდებით იყიდებიან, სხვადასხვა დოზებით გამოიცემიან და სწორედ ეს ეხება ხოლმე ამ შებერილობის უყისიერი მოგვარება, როგორც წესია, ოღონდ ეს მიზეზზე საერთოდ არ მუშაობს, უბრალოდ მუშაობს შედეგზე და ამიტომაც არის რომ როგორც კი პაციენტი დაასრულებს აი ამ წამალს, ისევ თავიდან დაიწყება ხოლმე ეს ჩივილები. სიმეთიკონის მსგავსად ასე მუშაობს ხოლმე ნახშირიც და იგივე მოქმედებისა ისიც. ანუ მოგეთქვით თქვა სიმეთიკონის ნახშირი, ეს არის რაც მუშაობს აირების ბუშტუკების ზომის შემცირებაზე, მაგრამ როგორც კი მათ შეწყვეტ აირები ისევ დაბრუნდება. ეს პირველი. და მეორე ჯგუფის მედიკამენტები უფრო დანამატების სახით გამოიცემა ხოლმე, ესენი არიან ფერმენტები, რომლებიც ადამიანს ეხმარებიან საკვე პროდუქტების მონელებაში, უკეთ მონელებაში და ასე ამცირებენ აირების წარმოქმნას. ამ შემთხვევაში მონელება მთავრდება წვრილ ნაწლავში, მსხვილში აღარაფერი აღარ გადადის და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მე თქვათ აქვთ უკეთესობა, მაგრამ აქაც ისევ იგივე პრობლემაა. როგორც კი ისინი შეწყვეტენ თქვათ ამ მედიკამენტების მიღებას, ისევ თავიდან იწყება შებერილობა და როგორც წესი ხოლმე ეს პაციენტი დადიან ყოველთვის სტრესზე. ანუ ერთი ექიმი, მეორე ექიმი, მესამე ექიმი, აღარ ბრუნდება ხოლმე იმ პირველ ექიმს, ამიტომ იმ პირველ ექიმს გონია რომ ყველაფერმა კარგად წაიღო, ამიტომ ეს პაციენტი ჭამთელი, კმაყოფილია და ესე ვერასოდეს გაიგებს რომ ეს პაციენტი კიდევ ამ პრობლემით ცხოვრობს და არ მოგვარებია და უბრალოდ შეეგუა ბედს. მოდი მოგეხმარები და გეტყვი, როგორ მოიქცე, როცა შებერილობა არის. შებერილობის წინააღმდეგ ბრძოლა ზოგადად მოითხოვს გარკვეულ რაღაცა წესებს და ჩვევებს, რაც აუცილებლად უნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში შებერილობა უბრალოდ არ საგაქრება. ზოგადად მე ყოველთვის მომხრევა, რომ მსგავს პრობლემები მოგვარდეს მედიკამენტების გარეშე, თუ ამის აუცილებლობა და სწრაფი მოგვარების საჭიროება არ არის. მოდი მეკეტყვი, რა მიიღო და რა არ მიიღო, თუ გინდა რომ მაინც წამალზე დამოკიდებული არ იყო და წამლის გარეშე გააგრძელო ცხოვრება. აბა დააკვირდი. ნახე, არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც განსაკუთრებით ასოცირდებიან ხოლმე შებერილობასთან. მე გითხრა, რომ ამ საკვე პროდუქტების მიღება რაღაცა დროის განმავლობაში შეზღუდო და დააკვირდე ისევ გაგვსვარ შებერილობა. ნახე რა მიიღო და რა არა. მოდი ჯერ დავიწყებ იმით, თუ რის მიღება სასურველი არ არის. აბა ყურადღებით მომისმინე. აი მაგალითად ხახვი. შეიძლება ხა პირდაპირ ხახვს არ ჭამთ, მაგრამ ხახვს თქვა აჭირდეს საჭმელში ამ შემთხვევაში ხახვის სწორედ რომ მიზეზი ხდება შებერილობისა. ასევე ნიორი, ხახვი და ნიორი ორივე ზოგადად კლასიკური აგენტებია, რაც ტიპურად იწვევენ ხოლმე შებერილობას. ლობიოც ლოგიკურია, ლობიო ბევრმა იცის რომ შებერილობის ტიპური გამწვევია. ასევე საკუთრივ საზამთრო, სხვა მსგავსი ასევე შეიძლება იყოს საკუთრივ ატამიც. გარდა ამისა, სოსისი, ხო, ასევე უკავშირდება შებერილობას მისი მიღება. პური ზოგადად როგორც ადამიანს ეუბნები რომ აი პური არის კლასიკური გამომწვევი შებერილობისა, პირველი რეაქცია, კაი, ახლა იქნებ შავი პური ვჭამო. პურია ისიც, იმის გამო რომ პურის მნიშვნელობა არც თეთრია თუ შავია, ზოგადად უკავშირდება შებერილობას, ამიტომ ეცადე რომ თუ შებერილობა განსაკუთრებით გაწუხებს, პურის მიღება ცოტათი შეამცირო საკვე პროდუქტებში. გარდა ამისა, შეიძლება იყოს საკუთრივ ბაშლი. ხო, აი ზბერმა იცის რა, რაღაცა ფიქრობენ აი ვაში ნაკლებად იწვევს შებერილობას, როგორ არა, ვაში ტიპური გამომწვევი შებერილობის, ასევე საკუთრივ სოკოც. გარდა ამისა, იოგურტი. ხო, აი ისია რომ ეს იოგურტი ასოცირდება კარგ და ჯანსაღ ნაწლავ ფლორასთან. კი ბატონო, შეიძლება დაახლოებით, მაგრამ იოგურტი ასევე ტიპური გამომწვევი შებერილობისაც. გარდა ამისა, თაფლი, ავოკადო, ნაყინი როგორც ჩამოგითვალეთ, თუ ამ პროდუქტებს ნაკლებად მიიღებ ყოველდღიურობაში, შებერილობის ხარისხი შემცირდება. მე შეიძლება ყველაფერი ვერ ჩამოთვალე, მაგრამ სხვა რაღაცებიც ასევე იყოს შებერილობის გამომწვევი, ამიტომ ეხლა დააკვირდი, უფრო რა უნდა იყოს შენი ყოველდღიურობა, რომ ნაკლებად გქონდეს შებერილობა. რა არის მიღება შეგიძლია თუ შებერილობა გაწუხებს. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივად ბულგარული და მისგან დავსდებული კერძები. ეს შეიძლება იყოს კიტრი და პომიდორი. არც ერთი და არც მეორე შებერილობას მაინც და მაინც არ იწვევს. ეს შეიძლება იყოს საკუთრივ პორტოხალი, ხორცი, რამდენიც გინდოდეს. სოსისი არა, ხორცი ჩვეულებრივად კი ბატონო შეგიძლია მითვა. ასევე თევზი, ასევე ქათამი. ეს ცილოვანი საკვე პროდუქტები შეგიძლიათ ჩვეულებრივად მიიღო, ისინი შებერილობას
ძალიან აკლებად იწვევენ. გარდა ამისა, კვერცხი რაც შეეხება რძეს, რძე იწვევს შეფერილობას, თუ მაინც რძის მიღება გინდა და შეფერილობა ძალიან მკვეთრად გაწუხებს, ულაქტოზურ რძეც ჩვეულებრივი გამოსავალი შეიძლება იყოს, არ ვიცი რამდენი ეს რძეა, მაგრამ ესეთი ვარიანტიც არსებობს. გარდა ამისა, ბრინჯი თუ ადამიანი ხარ მოყვარული ბრინჯისა, გილოცავ ბრინჯი ნაკლებად ცდილდება შეფერილობასთან, ასე რომ თუ პური მაინც და მაინც შენი საკვები პროდუქტი უკვე აღარ უნდა იყოს, შეგიძლია ბრინჯი ჩვეულებრივად ჩაანაცვლო. რაც შეეხება კარტოფილს, კარტოფილი რაღაცა შუაში არის რა, არც იქითა და არც აქეთ, ამიტომ კარტოფილსაც დიდად რეკომენდაციას არ გავუწევდი, შეგიძლია ზომიერად მოიხმარო. ბადრიჯანი, სადაც ბულგარული ბადრიჯანიც არც ერთი მაინც და მაინც არ იწვევს ხოლმე შეფერილობას. ასევე საკუთრივ სტაფილო რაც შეეხება ხილს და ბოსტნეულს, ანანასი შეგიძლია ჩვეულებრივად მიირთვა, ასევე შეგიძლია მიირთვა საკუთრივ მარწყვი, არც ერთი არც მეორე არ იწვევს სწორედ რომ შეფერილობას. გარდა ამისა, კარაქი კი ბატონო შეგიძლია მიირთვა, შოკოლადი შეგიძლია მიირთვა, ოღონდ შავ შოკოლადზე საუბარი მხოლოდ და ასევე ეს შეიძლება იყოს კიდევ კივიც. როგორც დააკვირდი, არის რაღაც პროდუქტები, რომელთა მიღებას შეფერილობას ნაკლებად იწვევს, არის რაღაცები, რაც მკვეთრად იწვევს. აი მაგათი თუ შეხარ თქვა მოყვარული ადამიანი, თქვა ლუდისა, მოყვარული ხარ მაგათი თქვა ბურახისა, ესეთი სასმელები, გაზიან სასმელები პირდაპირ იბირებთ შეფერილობისა. როცა სვამ გაზიან სასმელებს, მზად იყავ იმისთვის, რომ შეფერილობაც მეორე დღეს გექნება. ბატონი დაგჭირითო, ახლა ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ ყურადღებით მოусმენ, კარგად დააკვირდები და კარგად მიყვები ამ რჩევებს. ის კი არ მეხარ შეთქვა სიტყვაზე, აი, მოდი მე ხალხს ამოვიღებ და დანარჩენ ჩვეულებრივად მივიღებ. ესე შეფერილობა არ მოგვარდება. მე რაც ჩამოგითვალე, ის საკვები პროდუქტები შეამცირე და რაც გითხარი რომ შეგიძლია მიიღო მეთქი, ისინი პირიქით გაზარდა, რაც შევშთა უკვე ნახავ რომ ერთ-ორ კვირაში უკვე აშკარად დაიწყობა შენს პროცესს, შეფერილობა მკვეთრად შემცირდება. თუ არა და სხვა შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს ისე მედიკამენტებში გამოსავლის ძიება და მედიკამენტებს როგორც კი მოვჩებით, ისე დაიწყება შეფერილობა. მალე დაგჭირითო ამ რჩევებს კიდევ ერთხელ ყურადღებით მოусმენ და ასევე გავუსწრებ სხვებსაც.